51 საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე პოლიტიკური სუბიექტები, პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ზესტაფონის საოლქო კომისიის მუშაობას ეცნობიან. ვინ იბრძოლებს 52 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატის მანდატისთვის ლეიბორისტული პარტიის სახელით ჩალვა ნათელაშვილი ზესტაფონში ამ მომრჩევლებთან შეხვედრაზე. აბიტურიენტებმა სტატუსი შეიცვალეს. ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში 27782 პირველკურსელი სტუდენტი ისწავლის გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკა სპექტრში. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე 44 დღით ადრე 51 საოლქო საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური სუბიექტებისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მედია საშუალებებს კომისიის მიერ საარჩევნო პერიოდის დაწყებიდან დღემდე ჩატარებული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ხაზგასმა იყო საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე, რომლის შესახებაც აუდიტორიას საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სტატისტიკური მონაცემები გააცნო. სულ 276 ადამიანი შეირჩა, 276 კომისიის წევრი. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აქედან 202 გამოცდილი კადრია, რომლებსაც წინა არჩევნებზე ჰქონდათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილება. გამოუცდელი წევრებიდან აღსანიშნავია, რომ 29-ს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სადამკვირვებლო მისიებში, რომლებიც ისინი მათთვის უცხო არ არის არჩევნები და საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციონირება მათთვის უცხო არ არის. 13 ადამიანი არის ისეთი, რომელსაც აქვს საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი, ხოლო 7 პიროვნება შეირჩა ისეთი, რომელსაც საარჩევნო განვითარების საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი აქვს. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი სრული პასუხისმგებლობით აიღებს იმ ვალდებულებებს, რაც საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით არის გაწერილი და ჩვენ შევძლებთ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ამ საარჩევნო პროცესის წარმართვასა და არჩევნების ჩატარებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 66 წევრი არის მამაკაცი, ხოლო 200 ქალბატონია კომისიის წევრებისგან. ყველაზე უხუცესი გახლავთ 79 წლის ანზორ ბიწაძე, ხოლო ყველაზე მცირეწლოვანი, ყველაზე ახალგაზრდა კომისიის წევრებს შორის მთლიან ზესტაფონის მასშტაბით არის 19 წლის ქეთი სალაძე. მათ შორის ვინც საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისა საოლქო კომისიის 13-ვე წევრის მხარდაჭერა მიიღო ნოდარ გურგენაშვილიც არის, რომელმაც პრეტენზია საუბნო კომისიის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად ზესტაფონში მოქმედი საარჩევნო განვითარების სკოლის კურსის შემდეგ გამოთქვა. საარჩევნო პერიოდში ნოდარ გურგენაშვილი მეცხრე უბანზე იმუშავებს. უდიდესი ცოდნა მომცა საარჩევნო სისტემების კუთხით. როგორც საქართველოსთან დაკავშირებით, ანუ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქონდა იქ პრაქტიკულ სავარჩევნოებს გამეხილავდით ხოლმე. და გარდა ამისა, პირველ რიგში ის რაც აღნიშნე, რომ იყო ძალიან შემეცნებითი ხასიათის ეს საარჩევნო განვითარების სკოლა და მეორე მხრივ ის, რომ ამ ქალაქში ეს საარჩევნო განვითარების სკოლა 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს მოიცავდა და თავისთავად ამ ქალაქში მყოფი ის ადამიანები, ვისაც ასე თუ ისე ნაკლები შეხება ჰქონდა ერთმანეთთან არ ვიცნობდით, თავისთავად დადებითი იყო ის, რომ დაგვამეგობრა და დაგვაახლოვა. რაც თავისთავად ის მიღებული ცოდნა გამომადგება ჩემს საქმიანობაში, ამჟამად ვარ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერთ უბანზე და თავისთავად იქ მიღებული ცოდნა გამომადგება. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, ესეც პრინციპში უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. საარჩევნო განვითარების სკოლიდან ერთ-ერთი ვიყავი წარმომადგენელი მე. საუბნო კომისიის წევრთა შერჩევას ესწრებოდა მესამე სექტორით. სამართლიანი არჩევნების ზესტაფონის კოორდინატორი, რომელიც წინა საარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს, ამბობს, რომ წევრთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო. თვალყურს ვადევნებთ 2 დღის წინ გაიმართა სხდომა საოლქოში, სადაც იქნა შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. იყო ვნებათა ღელვაც, რა თქმა უნდა, ზოგისთვის მოსაწონი გავიდა, ზოგისთვის არა, მაგრამ არ იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთვის მოსაწონი ყველა კომისიის წევრი. ჩემი აზრით ყველაფერი გამჭვირვალედ მიდიოდა და რა ვიცი, იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ჩატარდება სამართლიანად, სამართლიანი არჩევნები გვექნება და
უნდა ვიყოთ ყველანი ერთად ალბათ დარაზმულები ამისათვის და კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა ამის მიუხედავად ბესოღიბრაძეს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მოლოდინი აქვს. ჩვენ უკმაყოფილოები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ გამოცდილების მქონე ადამიანები, სერტიფიცირებული ადამიანები, ის ადამიანები არ იქნენ არჩეული, ეთყობა პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე და აირჩიეს სრულიად ისეთი ხალხი, ერთი ისეთიც არის, რომელსაც არჩევნებზე ხმაც არ აქვს მიცემული, ისეთი პატარა ასაკის არის. ეს ძალიან ცუდია, ძალიან უხერხული მომენტია და მე ჯერა და ყოველ შემთხვევაში მინდა რომ დავიჯერო ეს პროცესი ნორმალურად ჩატარდება. დღევანდელი შეხვედრაც ალბათ ამას ემსახურებოდა და აქედან გამომდინარე მე ვიტყვი რომ ცოტა გამძაფრებით დავაკვირდებით არჩევნების პროცესს და ყველა დარღვევაზე, ყველა ფაქტზე გვექნება უმძავრესი რეაგირება და საბოლოო ჯამში ვიმედოვნებ, რომ მაინც არჩევნები დემოკრატიულ ფარგლებში ჩატარდეს. სპექტრი დაინტერესდა, რა მოსაზრებები ჰქონდათ შეხვედრის მონაწილე სხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. საინფორმაციო შეხვედრაზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მონაწილე მხარეებს ინფორმაცია მიაწოდეს ასევე 52 მაჟორიტარული ოლქის უბნებისა და ახალი საზღვრების, ასევე ამომრჩეველთა სიებისა და მასში თავის გადამოწმების მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის წესების შესახებ და სხვა საკითხებზე. შეხვედრის ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჩვენ მეგობრებო, საქმე უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ მილიონერმა გააფართოვოს ბიზნესი, მაგრამ არ გამოძვრეს პოლიტიკაში, მეპურე მაცხოს პური, პოლიტიკოსმა აკეთოს პოლიტიკა, პედაგოგმა იპედაგოგოს, ძღოლმა იმძღოლოს და არა ისე, რომ ტრაქტორისტი დაჯდეს ბოინგის საჭესთან და შეესადოს თვითმფრინავის საყვანას. შალვა ნათელაშვილმა ზესტაფონში ადგილობრივ მოსახლეობას ლეიბორისტური პარტიის დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ლეიბორისტური პარტიის ლიდერის თქმით, საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად ზესტაფონში ზურა ბობოლაძე იბრძოლებს. მისი კანდიდატურა შალვა ნათელაშვილის თქმით, ღირსეულ ოპონირებას გაუწევს დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატ ილია კოკაიას. დღეს საქართველოს გამარჯვება გადის მილიონერთა კლანის დამარცხებაში, რომლებიც ყველა ხვრელით მოძრობიან პოლიტიკაში. ზესტაფონში ივანიშვილმა წამოაყენა თავისი ბიზნეს ამფსონი, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმტაცებელი, ჩვენი მილიარდების მიმთვისებელი უკვე 20 წელია, საქართველოს სიღატაკეში დამტოვებელი ფეხბურთელი ბანდიტი ილია კოკაია, რომლის გასვლა საქართველოს პარლამენტში ნიშნავს, რომ ზესტაფონისგან არაფერი აღარ დარჩება და საქართველოსგანაც არაფერი აღარ დარჩება. ჩვენ ამ ბანდიტს ვუპირისპირებთ ღირსეულ ქართველს, ღირსეულ იმერელს, ეკონომისტ ზურა ბობოლაძეს, რომელმაც თავის დროზე ამხილა კაზინოებში მოკალათებული მაფია და შესწირა თავისი კარიერა და ბიზნეს ინტერესები ამ ხილებას და ამ ვაჟკაცობას. ლეიბორისტური პარტიის დეპუტატობის კანდიდატმა იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რაც ზესტაფონშია განსახორციელებელი. მისი მთავარი მიზანი კი ზურა ბობოლაძის განცხადებით ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება იქნება. მისახედია ყველაფერი ის რო ვთქვათ, რომ მარტო ზესტაფონის მთელი საქართველოს მასშტაბით არც ერთი ქალაქი არ მოიძებნება, რომ სადაც პრობლემა არ იყოს, სადაც უზარმაზარი გასაჭირი არ იყოს ჩვენი ხალხის და ჩვენი ერთადერთი მოვალეობა მთელი ქართველი ერის ეს არის ოლიგარქიული მაფიის წინააღმდეგ ბრძოლა. რომ მოვიდეს კომპეტენტურად ღირსეული პატრიოტანი და პატრიოტი ხალხი, რომელიც ქვეყანას გაუძღება. რამდენად მაღალია ნდობის კოეფიციენტი ეგრეთ წოდებული შრომის პარტიის მიმართ ზესტაფონში და რა მოლოდინები აქვთ მოსახლეობას აღნიშნული პარტიის დეპუტატობის კანდიდატის მიმართ. მოლოდინი ის არის, რომ გამოკეთდება ქვეყანა, წავალთ უკეთესობისკენ, ქრისტიანობა უფრო გამტკიცდება, მე ასეთი რწმენით და იღბლით ვარ, როიტყვიათ და რა გითხრათ ახლა, ალბათ ყველა ჩვენი ის მცირედ სურვილებს, რომელიც გვაქვს, რომ გაკეთდეს ჩვენ სოფელში პირადად, ჩემ სოფელში გაზი, წყალი და გასოჩიკიანება, ესეც ჩადგება ალბათ ნორმაში. გვაქვს იმედი, რომ მოვხედავს ეს ახალი ჩვენი მაჟორიტარული მომავალი და გააკეთებს ამ ჩვენ მოთხოვნებს. ყველაზე პირველი. რა ნიშნის მიხედვით გამოარჩევთ მაინც ლეიბორისტური პარტია რა? იმას გამოვარჩევ, რომ საერთოდ ლეიბორისტური პარტია არის ყოველთვის მუშათა კლასის, შრომელი ხალხის
გვერდში მდგომი ეტაპობრივად ლეიბორისტური პარტიის ლიდერი იმერეთში კანდიდატების დასახელებას აგრძელებს. რა ნომრით მიიღებს მონაწილეობას 8 ოქტომბრის არჩევნებში შალვა ნათელაშვილის პარტია მისი თქმით რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. წელს სტუდენტი 27782 აბიტურიენტი გახდა, რაც გამოცდებზე გამოცხადებული აპლიკანტების 74%-ზე მეტია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი 6500 აბიტურიენტმა მიიღო. აქედან 100%-იანი დაფინანსება 1012 სტუდენტმა, 70%-იანი 1456-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4078 სტუდენტმა მიიღო. გარდა ამისა, 4000-მდე სტუდენტი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ჩარიცხვების შესახებ მონაცემები თითქმის არ შეცვლილა. თუკი 2015 წელს 28000 სტუდენტი ჩაირიცხა, წელს ეს მაჩვენებელი 27782-ია. აბიტურიენტებს ჩარიცხვისა და გრანტის შესახებ ინფორმაციის მიღება SMS შეტყობინების ან გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ, რაც შეეხება მიმდინარე წელს აპლიკანტების აქტიურობას გამოცდაზე დარეგისტრირებული დაახლოებით 38000 აბიტურიენტიდან 2-3% არ გამოცხადდა. 37000-ზე მეტი აბიტურიენტი ღებულობდა მონაწილეობას და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ჩაირიცხა მათ მიერ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში, ბუნებრივია რეიტინგული სიის მიხედვით და საკონკურსო ქულის მიხედვით, რომელიღაცა კონკრეტულ არჩევანზე. გარკვეული რაოდენობა არის აბიტურიენტებისა, რომლებმაც გადალახეს ზღვარი მათ მიერ არჩეულ საგნებში, თუმცა მათ მიერ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხნენ. ესეთი სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 500-ია და როგორც ჩვენი ბაზიდან ჩანს, ამ აბიტურიენტებს უბრალოდ არ ჰქონდათ ბევრი ფაკულტეტი მითითებული, ჰქონდათ 1-2 არჩევანი ან დაახლოებით 5-მდე არჩევანი და აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა მათი ჩარიცხვა კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში.